მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. პოლიციამ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამოქალაქო აქტივისტი ნანა სანდერი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317, 222, 225 და 187 მუხლებით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 23 ადამიანი დააკავა. მათ შორის 18 სამოქალაქო აქტივისტია. 5 კი აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. უწყების ცნობით 3 პირი მიმალვაში იმყოფება. მოძრაობა რუსთაველის გამზირის ლიდერებს პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს მურთა ზოდელავას, ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრს ირაკლი ნადირაძეს, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთ ლიდერს პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზატორო კომიტეტის წევრები იყვნენ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 18 სამოქალაქო აქტივისტის შესახებ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია. ქაბოდონანას დააგავეს გუშინ საღამოს დაახლოებით 12-ის ნახევარზე, როგორც მითხრა, იყო 3 მანქანა, დაახლოებით 10-12 კაცი დააგავეს, შესაბამისად აღნიშნულის შემდეგ გადაიყვანეს შესაბამის უწყებაში. ბრალი ძლიერ, როგორც იცით, არ არის წაგანებული, თვითონ როგორც ასე ვთქვათ, ამ ძუთას იღენებს დუმილის უფლებას და თავისი პოზიციას დააფიქსირებს სასამართლოში. ბუნებრივია, გამომძიებელთან ბრალი წაგანების დროს გამოკითხვას შემონაწილეობას და ჩვენების ინფორმაციის მიცემას არ თავისი პოზიციას დააფიქსირებს სასამართლოში. 200-ზე მეტი ადამიანი იყო აქციაზე მონაწილეობა, ყველა აქციის მონაწილის რაღაც ჯგუფის ნაწილად მოხსენიება არანაირ სამართლებრივ ლოგიკას არ უკავშირდება. 4 ოქტომბრის მოვლენებს პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აფასებენ. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ დაგეგმვის პროცესში ეს იყო მშვიდობიანი აქცია, ხოლო შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარტიაში იმედოვნებენ, რომ სიმართლე მალე გაშღერდება. გიორგი შარაშიძე პარტიიდან გახარია საქართველოსთვის ამბობს, რომ ეს იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომლებიც ახლა დამალულები არიან. გულწრფელი ადამიანები კი სპეცნაზის წინაშე დატოვეს. სანდრო რაქვიაშვილის თქმით, აქციაზე იმდენი ხალხი არ იყო, რაც რევოლუციის მოსაწყობად საკმარისია. ასევე რაქვიაშვილი აკრიტიკებს აქციის სტრატეგიას და პრეზიდენტის სასახლეზე შეტევას. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ხალხს მოუწოდებდნენ და აფრთხილებდნენ, რომ აღნიშნულ გამოსვლაში მონაწილეობა არ მიეღოთ, რადგან დამხობის მცდელობა იყო სრულიად აბსურდული, ხოლო ხელისუფლება შესაბამის ზომებს გაატარებდა. მშვიდობიანი აქცია იყო აბსოლუტურად, როცა იგეგმებოდა იმ მცირე ჯგუფმა, რომელსაც ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია, რაც ხუებს არ ქონია, გამომდინარე აქედან ალბათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა რახან ჩვენთვის უცნობი იყო გარკვეულ ალბათ პირებს შეიძლება ან პირთა ჯგუფს ეგრეთ წოდებული რეჟიმის შიგნით, იმიტომ რომ მათ შორის რეჟიმის ჩამოშლაზე იყო ხოლმე საუბარი და შიგნით არსებულ პრობლემებზე, ამიტომ ახლა მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, ისე როგორც სხვა ადამიანებს, იმედია ოხოს მომავალში ფარ დაეხტება ყველაფერს და ვინც იცის ეს ამბავი და ის კი არა რომ რაღაც წინასწარმეტყველებს ან კითხავს, უბრალოდ ვინც ნამდვილად იცის ეს ამბავი, ის ალბათ უფრო მეტად ასე ვთქვათ ნათელს მოქმედს ამ საკითხს. 4 ოქტომბერი თავიდან ბოლომდე იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, სადარია დაკარგულები, დამალულები, რომ მოინდომო ვერციპოვი მარტო. იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც იქამდე თვეების განმავლობაში გამოდიოდნენ, ბაქიბუქობდნენ, მოუწოდებდნენ ყველას აი ამ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის სცენარში მონაწილეობას და უწფელი ადამიანები მიატოვეს, მარტო დატოვეს სპეცნაზის წინაშე და ამით ფაქტობრივად მისცეს სრული ლეგიტიმაცია მისცეს ოცნებას მათ დასაკავებლად, მათ დასაპატიმრებლად და მეორე მხრივ მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციისთვის. როცა ხედავ, რომ წესი ძალიან ბევრი ადამიანი არ გამოსულა, იმდენი არ გამოსულა, რევოლუცია მართლა მოაწყო. მეორე ცა ხალხს მოუწოდებ, რომ წადით რაღაც რეზიდენციისკენ, გასაგებია იქ რაღაც მოხდება. და მესამე თუ რაღაც იცი რომ სპეცრაზმა იარაღი დაყარა, რაღა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიდიხარ, რომ არაფერს არ წყოს ამ ქვეყანაში, წადი კანცლერიის თუ დაყარა. და თუ მაინდა-მაინც პრეზიდენტის რეზიდენციაში დაყარა სპეცრაზმა, რამდენი იყო იქ, რამდენიმე ათეული კაცი იყო, ის ხوارებს არ წყვეტს. დანარჩენი რამდენიმე 1000 ხო არის, ისინი ხოდ მოვიდოდნენ ხალხში ყოველდღე იმედი გააჩინეს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მაინც აიღონ, აი ეს რაღაც უცნაური ახსნები გვესმის ჯერჯერობით. ბოიკოტი არჩევნებს, ანუ ბოიკოტი დემოკრატიას, ბოიკოტი სახელმწიფო ინსტიტუტებს და ერთადერთი ასე ვთქვათ გზა მათი იყო ეს დამხობა, რევოლუცია და ასე შემდეგ. ამას
სულ ვამბობდით, რომ ეს არის უკანონობა, არანაირი საფუძველი ამას ობიექტური არ შეიძლება გააჩნდეს და არის პირდაპირ კანონის დარღვევა. როგორ შეიძლება საერთოდ მათი ლოგიკა ექვემდებარებოდეს საღ აზრს, მათ შორის იმას, რომ სპეცნაზი თუ პოლიცია გადავიდოდა მათ ხარეს. ანუ ეს არის აბსურდი. EUTOS ადამიანის უფლებათა ოფისის შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდგომი ძალადობრივი აქციების გამო და ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას პატივისცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს. განცხადებაში წერია, რომ სახელისუფლებო გუნდმა უნდა უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას შეეძლოს თავისი მნიშვნელოვანი საქმიანობის თავისუფლად და უსაფრთხოდ განხორციელება. საქართველოში გრძელდება მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავება და ჯარიმების დაწესება მათი უფლებების გამოყენებისთვის. ხელისუფლებას აკისრია ვალდებულება შეასრულოს EUTOS ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებები და საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა. EUTOS დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივი არჩევნების დამკვირვებლებად მიწვევა გაიგზავნა არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე, რამაც არასაკმარისი დრო დატოვა სანდო და მნიშვნელოვანი დაკვირვებისთვის. უდიდესია ხელისუფლებას აქვს ნანახი, როგორ აწამებენ და როგორ, ასე ვთქვათ, აკავებენ უმიზეზოდ ადამიანებს ბოლო 1 წლის მანძილზე საქართველოში და კონკრეტული ფაქტები არსებობს, ამიტომ რა თქმა უნდა ამ სისტემის მიმართ და ამ რეჟიმის მიმართ ყოველთვის არსებობს მოთხოვნა, იმიტომ რომ არსებობს რისკი იმის, რომ ეს ყოველდღიურად ხდება, როდესაც ის არის რეპრესიული და მოძალადე მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ამ მოთხოვნაში ამ ახალის და არაადეკვატურის დანახვა უბრალოდ გაუღებარი გახლავთ. აქცია იყო მშვიდობიანი ხასიათის, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ცხოვრობ დიქტატურულ სისტემაში, არსებობს ხოლმე პროვოკაციები. ამ პროვოკაციებსაც ჰქონდა ადგილი ამ კონკრეტული აქციის მიმდინარეობისას და მათ შორის ყველა ტიპის ძალადობას ზოგადად უკავშირებთ ივანიშვილს. გასაგებია ძალადობას არ მართლებენ და თავისუფლება რომ უნდა იყოს მიტინგების მოწყობაში, ესეც ზოგადად გასაგებია. ამიტომ მე მგონი უბრალოდ არანაირი განსხვავებული შინაარსი ამ განცხადებას არ აქვს. ჩვეულებრივი ბიუროკრატიის განცხადება, როცა რამე კონკრეტულ პოზიციას განსაკუთრებულს ვერ ამოიკითხო. ამიტომ ნებისმიერ მხარემ დარწმუნებულია შეიძლება ინტერპრეტაციები გააკეთოს. კაფეობა აკლია ამ განცხადებას და ამიტომ არ მგონია რომ ამის გამო რაღაც კონკრეტული შეიძლება რამე კონკრეტული რომ უნდა ეთქვას EUTOS თქო და ძალიან კონკრეტულად არ გაუჭირდებოდათ. გამოხატვის და შეკრების უფლება რა თქმა უნდა უზრუნველყოფილია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ამისი ნათელი მაგალითია სხვათა შორის 30-50 ადამიანი, როდესაც კეტავს თბილისის ცენტრალურ დამზირს, მე არ ამგონია რომ რომელიმე დედაქალაქში ამის უფლებას აძლევდნენ და როდესაც მოქალაქეებს რამე პროტესტი აქვს, შეუძლიათ ნებისმიერ რაღაცა გააპროტესტონ, ამდენი ხანიც უნდათ და აბსოლუტურად ყველანაირი ხელშეწყობა არის. უბრალოდ როდესაც ხდება ხოლმე პროტესტი კონსტიტუციის პარალელს, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა რეაგირება ხდება ხოლმე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან და ეხლა 4 ოქტომბერი იყო ამის თვალსაჩინო მაგალითი, როდესაც პირდაპირ დამხობის ცდელობას ჰქონდა ადგილი, პირდაპირ შტურმი იყო პრეზიდენტის სასახლეზე და შესაბამისად ადეკვატური იყო ჩვენი სამართალდამცავი უწყებების რეაგირება. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ჯგუფურად შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი, ერთი საქართველოს, 2 კი თურქეთის მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად მივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის სარეალიზაციო დაფასებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 74 შეკვრა მეტადონი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი და გამომშრალი მარიხუანა. პოლიციის მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები და დიდი ოდენობით ფული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში 8 ოქტომბერს 23 ტურის მატჩები გაიმართა. ოზურგეთის მერცხალმა საკუთარ მოედანზე არაგველები მიიღო და დიდი ანგარიშით 1-4 დამარცხდა. მასპიძელთაგან ერთადერთი გოლი 45 წუთზე ნოდარ მაჭავარიანმა გაიტანა. წალენჯიხში სქურთან დამარცხდა ლანჩხუთის გურიაც ანგარიშით 1-0. 23 ტურის შემდეგ გურიას კვლავ 44 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, ხოლო მერცხალი 26 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. მორიგ შეხვედრებს გურიის გუნდები 15 ოქტომბერს გამართავენ. მერცხალის სტუმრად კოლხეთი 2-ს შეხვდება. გურია კი აბაშიც ზანასუმას პინძლებს. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.